დილამშვიდობის ძირფასებო როგორ ხართ? როგორ გიგიდოთ? მოკლედ, მე რამდენი ხანია ეს არ გამომიყენებია და სხვათა შორის იმას რომ მოვუსმინე თამას ვარშავიძის დღის მანძილზე იმდენი მტვერი და ჭუჭრი გქრობდებაო ჩვენს სახეზე რომ მაკიაჟი რომც არ გქონდეს ამით უნდა გადავიწმინდოთო და მერე გადავიბანოთო მოკლედ მიცერავულ წავს გულისხმობდა და მე მგონი ესეც კი ესეც ეგ არის ასე რომ ძვირფასებო გადავწყვიტე გამოვიყენო ხოლმე კი ვიყენებდი ხშირად მაგრამ ეხა სადღაც ერთი კი 5 დღე იქნება მეტი თუ არა რომ არ გამომიყენებია სახე ამოვიბანი ეს იყო ამის თავსახური აი ეს გატყდა და ეს მოხსენი ცინკოვაიას და ამას გავუკეთე Maniko, რატომ არ ვიცი რადა ეს იზმა ეგეთი სხვათა შორის ხშირად არის ისე რომ ყოველთვის მამიკო და როტირის არ ვიცი რა ეს იზმება ეგეთი თმებს არ ვიღებავ ჯერჯერობით ძირფასებო სპეციალურად ხვალ შევიღებავ ხო ხვალ ასეკ იმიტომ რომ მე ერთ-ორჯერ მაინც მომიწევს დაბანა და რო არ გადამირეცხოს კრასკა დაბანა აი ამიტომაც არის რომ არ იმავშვები არ ვიღება მოკლედ ეს ესე შემოკარგებო გაზინაკვანტო გასაცმელი და დანარჩენი დავალაგე მიუხედავად იმისა რომ წყუხელ ისე დავტყოლა იმიტომ რომ ესენი ჩემო დაწყობდნენ ეს ვიყიდე კარგად ხეხავს ეს არის ის ტემუდან რო ვიწერ ხოლმე მე არ გამომიწერია მაგრამ
არ ვიცი ამას რამდენი აქვს დრო. მომწონს ესეც ხალხო ძალიან. თუ ვინმეს ჩემსავით ქონდათ გაფუჭებული სახე, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ გამოიყენოთ სინჯეთ, კი იმას შვები არ აქვია, აგინებენ და არ დამიჯერა ადამიანმა. მე რო ვუთხარი ამის შესახებ, მაგრამ იყოს კაცო, მე ხომ მომიხდა. მით ჩემ ვიდეოებს რო გადახედოთ, ხო ნახავთ, რომ მომიხდა, თან ძალიან. რას მიგავდა, გახსოვთ, აი, ასე. შუბლზეც ჩორკები მიმფარავდა ცოტას. ასე რომ, რა ვიცი ხალხო, მე ვცდილობ ხოლმე თუ რამე კარგი არის, ადამიანებს ვუთხრა, როცა ვიგებ ამის შესახებ, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ და მართალი მითხრა. ერთმა ადამიანმა რომ რჩევაც კი არ მისცე ადამიანებს, იმიტომ რომ არ მიიღებენ. ასე რომ თუ რამე იცი, გაყიდე. სწორი იყო. თუ რამე იცი, სჯობია რომ გაყიდო. მოკლედ არ ვიკეთებ შილაკს, გითხარით. გავიკეთებ ქოწილისთვის დაგრძელებას და ეგ არის. არ ღირს ჩვენთან ძვირი 50 ლარია ხალხო. კი ვთქვი. გააჩნია სიგრძეს და ეხა მე გინდაც ის იყოს, რა ქვია, 60-ის ზემოთ არ არია. არ ვიცი ისიჩე, რა ვიცი, წინასაც ჩავეწერე და ღმერთო დიდებულო, მაგაზე არ მიფიქრია იქნება და ვერ გადავდე თქო. ღმერთო. ხეზებნივი კაბას ხომ იყიდით და კაბა გინდაო კაცო. ჩემ მაიკებს გათხოვებულ ამდენსაც გინდა, აი ხეო ხა. ეს რა ქვია. მაშინ არ წავა. თუ რამე და არ წავა მერე მართ. ეხა ისე რაღაცნაირად ვერ წავა. ამდენჯერ თქვი, ფჩხილით არ გავწვქნი ბალანს მეთქი და მაინც იმავეს ვაკეთებ. გადავებან და მოვალ. ეს. ისე გამოიყურება. ნუნები კი მაგ გასაკეთებელი უცებ წამოვიდა, მაგრამ არ გავიკეთებ, ჯერ კარგად წამოვიდეს. ხო და მე გავიკეთებ. მოკლედ ამაზე მეუბნებოდნენ, მეორედაც უნდა გადაისვაო, მაგრამ არ გადავისმენ.
რატო უნდა გადავისვა მეორედ არ ვიცი. თუ იცით ვინმე რომ საჭიროა მართლა და რაღაცა მერე შევხედავ და გავიკეთებ. ფონჯი, მიყვარს ეს ფონჯი. კიდე რადევს აქ შავთანქარის სადღა. ეს მომწონს, აი ეს ფერი. რა ფერი გითხრათ ახლა ამაზე? წითელი არ არის, მე მგონი, არ არის წითელი. არა, წითელი არ არის. არ მიყვარს აი ასე. აი ასე, არ მიყვარს. არ არის ჩემი. სიმართლე გითხრათ, არც მომწონს. რო იკეთებენ. მაგრამ ვერ ვეუბნები, რა ჩემი საქმეა. არ ვიცი როგორ წავისვა. ფანქარი. ფანქარს აქ ვერ გავიკეთე. Hello, Almeida. Ყოველთვის ერთნაირად ვერ ვიკეთებ. Godes დღესაც აქცევა ხვალ არა და მე ზეგდა მასზე. კვირას კი ჰაიდა. მაგრამ შაბათს ამცხარი უნდა გამოვაცხო. და მოკლედ ცეკვაზე ფული არ დავდეს საჭმლის ძვირფასებო
იმიტომ არ გავდე რომ რა ვიცი კოდე გაციებულს არაფერს არ შეჭამს და იქ ვუყიდი მეთქი, მაგრამ ეხა არ ვიცი იქ იქნება რამე თუ არა ეგეც. მაგრამ გზად ხო გავჩერდებით და იქ ვიყიდი კიდე რამეს. გოდეც არა ეგეთი ის რა ქვია. ჭამელი ბავშვი რომ აი რაღაცები მოითხოვოს და ხაჭაპური ლობიანი წავიღებ, მაგრამ იქ კიდე იმედია სადმე იქნება, ან და გზად ხო შეხვდება ხარ კაცო რამე სახაჭაპური, ან და იქ თხოვთ რომ გააჩერონ, აბა რა გავაკეთოთ. გოგოებს კი მოუგროვებიათ თანხა, რამოდენიმეს არ ვიცი, საერთოში. მე არ ვჭამიცით. არსად. ეს მაქვს, მაგრამ არ ვიცი, მარილიანია თუ შაქრიანი. ამიტომ ერთხელ მოვიტანე მეორე იმდენი და ჩემთვის მოვიტანე რახან არ ვჭამ მეთქი ტკბილს და რამე. ამას მივირთმევ მეთქი და ერთი წელი რომ შევჭამე რაღაცა მოტკბო მომეჩვენა. ეხლა ძალიან ტკბილი არ იყო, მაგრამ ოდნავ რომ შაქრიანი არის, ეგეთი მომეჩვენა. და კი მოტკბო იყო. ასე რომ რა ვიცი. კიდე არ მინდა რომ გავსინჯო და ჩემი ასკეზა დავარღვიო, იყოს მანდ. იყოს მანდ. გეგა დაადაჭამენ უფრო მეტად და მაგათ მოუტანე. ყავამი მაქვს. ძირფასები აი ამით. ამით ავთქვებ. რა დავთქვი, რო აღნეთო ჩემო, რო აფრია მაგიტო. აი იყოს ის. ეს ესენი მშრალია. ხო. ამას გავავსებ, 5-6 ჭიქა გამოდის, დიდი ჭიქა ცივი. წავიღებ. ჭიქას და კოვს ჩავიდებ. ჩანთაში მეტი ხარ რა ვიცი. არ მაგის რაღაც პლასმასის რო დააქვთ თორე. საგუზელოში იყო, არ მახსოვს სადღაც შემხდა, მაგრამ არ მახსოვს სად. აი ეს. ძირფასება ოქრო როგორ უნდა გავწმინდო, იცით ვინმე? ქლორში რომ მაქვს. სულ არსად არაფერი არ ემჩნევა გარდა აი აქ. აი აქ. არ ვიცი რითი უნდა გავწმინდო. არ ვიცი რა ზომა მაქვს თითი, 17 ან 18, არ ვიცი მოკლედ. არ ვიცი. გაგიგიათ ეგეთი რამე. მე მგონი ყველანიც ის თავის თითის ზომა და მე არა. მოკლედ ეხა ექსკურსიის გამო უნდა შევიკრიბოთ გოგოები პარასკევს. მე მაწყობდა დილით, ანუ 12-ის მერე, პირველის ნახევრისკენ პირველ საათამდე, იმიტომ რომ მე ზუგდიდში უნდა წავიდე საქმეზე. მაგრამ 3 საათიო რო დათქვეს გოგოებმა, ვერ მოვასწრებ მოსვლას. 4 საათისთვის მოვასწრებ მოსვლას მეთქი მე მგონი და 4-ზე რო შევიკრიბოთ თქო და რავი კაიო და ვნახოთ აბა.
რას გადავწყვეტ, ყველაფერი უნდა დავიანგარიშოთ, თუ რა გვინდა, სად მივდივართ, რა არის დაშაჯავშნი და ასე შემდეგ. გზა ვიცით მარტო 40 ლარი, ჭამა არ ვიცით 20 მითხრეს მე და 20 რო ვითვლიდი არ გვეყოფაო, სამწვადეგიც ხომ უნდა წავიღოთო და სამწვადე ყველი ქათმები რაფასები აქვსო და რა ვიცი, მოკლედ მწვადებს კი არ ჭამენ ბავშვები, მაგრამ თან 5 კილო და გავგიჟდი იგივე უყურებდი 5 კილო მწვადს, კაცები ვერ შეჭამენ და ეხლა ჩვენ ქალებმა რა უნდა უყოთ? მე თან არ მიყვარს ყველას გეკეთებული მწვადი, თუ არ მომეწონა მე არ ჭამ. ანუ ერთი სუნზეც კი თუ არ მომეწონა მე არ ჭამ. მართლა ეკევა და რა გავაკეთო. ეხლა არ ვამბობ რომ ვინმეზე ცუდს აკეთებს, უბრალოდ ეგ არის შენზე დამოკიდებული, შენ თუ როგორი გემო მოგწონს, მე მომწონს უფრო სიმძაფრე რო აქვს. მუხა როგორცაც აკეთებს რა. და მუხა და ჩემი ძმა აკეთებენ ზუსტად ერთნაირებს. ჩემი ძმისგან რო გავსინჯე, იმის მერე მივირთმევ მწვადს და მუხაც იგივენაირად აკეთებს. ასეთე რომ ძვირფასებო. არ ვიცი. ორჯერ ჭამა თხე მეტი არა, როგორ მოვასწრებთ, მას სად უნდა შევიდეთ, არ ვიცი ხალხო, პირდაპირ ვერ გავიგე. თან გვიჭირს ხოლმე, რა გვიჭირს გეტყვით ეხლა. ვინმე რამეს რო ვიტყვით, წყინს ხოლმე ერთმანეთისგან და ეგაა ყველაზე ცუდი. მოკლედ რა ვიცი, ნახოთ აბა და პარასკევს რა გადაწყდება. მე ვთქვი, რომ ვითომ ნახეთ დელფინარიუმი, რახან 23-ში, 23-ის მერე მივდივართ 24-ი თქვეს, ეხლა იმიტომ რომ გუშინ მუხას დავარეკინე და გაიგო რომ ორშაბათი დასვენება არისო, ყოველი ორშაბათი არის დასვენებაო და ორშაბათი უწევდა 23, 24 გამოდის სამშაბათი. რო წავიდეთ, დელფინარიუმი ეღირება ბავშვებისთვისაც ჩვეულებრივად 20 ლარი. დიდი 20, ბავშვი 20. ეგ 40 ანგარიშე, 40 გზა და 20 საჭმელიო რომ მითხრეს, მაგრამ რახან 20 არ ეყოფა, კაი 40 იყოს თქო 120. მერე იქ მაგი და რო უნდა დაჭდე და საჭმელი მიირთვა. მაგრამ ამ საჭმელში შედის თეფშები, სალფეთქები და ესეთი რაღაცეები. ამიტომ ამ თეფშებს და კოვზებს და რაღაცეებს არ ვითვლი, იქ შედის საჭმლის ფულთან. მარტო იქნება იქ იმისი ტაბაკის და რაღაცეების და ესეც აქ მოვაგროვოთ ჯობიაო. მე ვამბობ რომ იქ მოვაგროვოთ. ანუ ყველას ხო გვექნება თან ხარა ბევრი არ ვარ. 11 ვარ და 11 ადამიანს იქ ვერ დაგვიდია ფული თქო, მეტი არაფერი და მე სწორად მიმაჩნია. მეც დავდიოდი ექსკურსიებზე და ჩემ სკოლაში არ ხდებოდა ისე. აი აქედან წინასწარ იქ და გემია, იქ ისა, იქ იქნება და არ უნდა ჩემ შვილს იქ დაჯდომა და რატო დავდო, ხო? არის რომ კარუსელებზე გოდეს არ უყვარს, იშვიათად რომ დაჯდეს და თან ჩქარი რაღაცები არ უყვარს და ამიტომ იქ რასაც შევუკვეთავთ, ან რაზე დაჯდომაც მოგვინდება, იქ გადავიხადოთ თქო. კაი, დავდოთ ეს 120, დანარჩენი ჯიბეში გქონდეს თქო და რა ვიცი გოგოები რა სიტყვიან, აბა ნახოთ. ეს ვთქვი, იმიტომ რომ არა ყველას, მეც არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ, უბრალოდ შარშანა წამიყვანია და არ მინდა წელსაც გამოვეთიშო და მაგიტომაც გადავწყვიტე რომ კარგი დედიკო და ახლა რომ იცის რომ უნდა ექსკურსია ექნებათ და კი მაქვს ნათქვამი, ეხა უნდას გაიძახის. ეხა აღარ მინდა უკვე რომ ვაწყენინო, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ ერთი პარასკევს რა და როგორ გადაწყდება და იმის მიხედვით გადავწყვეტ მეც. იქ ვიტყვი ბოლოს სიტყვას. იმიტომ რომ ნახეთ 120 რო დავდებ, სადღაც 100 ლარი უნდა მიმქონდეს. 220. მუხას სჭირდება 60-70 ლარამდე ბენზინი. მთელი ბავშვი დაიმიწახიდოდი, მაგრამ უბრალოდ ექსკურსია არის. კლასელების
ერთად ყოფნა კი არის მნიშვნელოვანი და მინდა გოდეს რომ გქონდეს ეგ. იმიტომ რომ ყველა ანუ არ აქვს იმდენად ისეთი ურთიერთობები, ანუ გახსნილი არ არის გოდერძი და მოიკოჭლებს ურთიერთობებში ძვირფასება. გახსნა უჭერს ძალიან, ეხლა გეგა და ადა რო არიან, ეგრე არ არის გოდე. ამიტომ რა ვიცი. მაგიტომ მინდოდა უფრო რომ აი კლასელებთან იქაც გაერთობა რაღაცა. ნახოთ და ჯერ ერთი თვეა. კიდე დარჩენილი და ნახეთ ყველაფერი ხო გეუბნებოდით რომ ყველაფერი ერთად უწევს თქო. იმ ბათუმის ფული გადანახული მაგ ეხა რომ უნდა მოვიდეს ამირანი 195 ლარი. ეს უკვე ხელფასიდან და იმიდან ივნისის წასვლის ექსკურსიის ასევე გეგაიძახის ქორწილი და მოკლედ გეგა დამიწექი რამდენი ხანია იქ ვარ გამოვედი ვითომ ვერ იგრძნობს მეთქი და მაინც თავი წავა და 4 ხარი დაწექდი რიკო კიდე დაიძინე თქო და რა ვიცი აბა თუ გააგრძელა თუ არა და ვიცი წამოხდება ეგ ვერ გაიგებ დღეს როგორი ამინდია. მოიღრუბლებს, გამოანათებს, გოდის ქოლგა გავატანე. დირიგო მეთქი იქნება მოწმოს, რა ვიცი, წვიმა იყნა ჩვენები და ჯერ სადაა პირველ საათამდე რასის ღმერთმა უწყეს. ამიტომ გავატანე. მოკლედ ესე ძვირფასი პორცია გამოვიტანე გასალღობად. დღეს 28, 29, 30, 31 არის მე მგონი? კი, მე მგონი 31-ით. კრემს გავაკეთებ 30-ში. ხამი. პაპას რომ კონდეს. 1 ლიტრის არ მეყოფა. ლიტრა ნახევრიანს გავაკეთებ. კარაქი ნაყიდი მაგ მალაკო მაქვს, ვანილიც მაქვს. ფქვილი მაქვს, კაკაო მაქვს, ინამ რომ გამომიგზავნა იმ კაკაოს გავაკეთებ. ხოდა მოკლედ ეს ჩიმოკარგებო. არა. ის მამცხვრის არაა დასალევია. არა, მაქვს კაკაო და იმით გავაკეთებ. ხო ვიყიდე მე კაკაო. მახსოვს რომ ვიყიდე. ამით გავაკეთებ. ასე. ეხა შევჭამ ციციბურა მიდევს, კვერცხს შევწვავ. ოხაჩული იმდენად არ მიყვარს. ისე მიყვარს ხომთან და ციციბურასთან არ მიდის. ცოტა მაგ ციციბურა კიტრი მაქვს. ხოდა ციციბურას კიდე მოვიხაშავ. რა თქმა უნდა, სუზი შუალედში ჭამ ხოლმე, საღამოსაც შევჭამი გუშინ მაგალითად რო დატოვეს ბავშვი ბაღონ კიტრთან პური, სადღაც 1 ნაჭერი შევჭამე კი, 1 ნაჭერი პური. გუშინ ცხელი იყო და მაგიტო მომინდა. გოდეს არ მოსწონს ის დაჭრილი პური უკვე. ქალეთ ისინი რო აქ მერე პურის ნამწვები. ხოდა მოხა მოუტანა იქით ქალაქიდან
ცხელი ბურები, ცხვევა მანდ, თონის არა, ჩვეულებრივი, გრძელი ბურები. ქვის ბურებს რო ეძახიან. ის მოუტანა და ის შეჭამა. სუფთა უნდა იყოს, ანუ გარეთ ფქვილი არ უნდა ქონდეს, რომ პური შეჭამოს. მეც ისეთი მოვიტანე გუშინ 2 ცალი. ანიკო დეიდასგან. ერთი ისევ დევს. მაგრამ რა ვიცი. ის შეჭამა ერთი მთლიანი ამ სიგზე პური, გუშინ გოდემ შეჭამა. ხალხო ისე შეებია მოგიგვეს დედიკოდე. ჭამა მიატოვა იმ პურის გამო. არ მოსწონს. არ ვიცი რა მოვიდა. დღეს გამატანე საჭმელი, ხვალინდელიც მაგ და სტეგინდელიც. ზეგაც რო იყოფა იმდენი. გუშინ ავიღე ანიკო დეიდასგან. დღეს არ მინდა მისვლა გარდა პურისა და კიტნის. მაგრამ რომ მივდივარ და ბანანს რო დავინახავ მომაქვს. აუ რა კაია იცით. ჩემ მამულიშვილმა დაამთავრა სკოლა და ეხლა ბათუმში არიან იქეთობიან გუშინ იქ იყვნენ გამოპლანჭულები იმით კოსტუმი, შარვალ კოსტუმი როგორ მოუხდა ხალხო. აი როგორ მოუხდა თბილისში ხო ვიყიდეთ ეგ და შევედი ეხლა ნიკუშაო იზომავსო შარვალ კოსტუმსო და ნახოთო მოხან და რო შევედი ვყურე კაცო ვინაა ეს ბიჭი? ნიკუშა ისე ძალიან მოუხდა. იყიდა თანამედროვე. ძალიან მოუხდა. თან ტანიც რო კაი აქვს, ტანწეწეტა ბიჭი რო არის, შარვალი იყო დაბალწელიანი. რაფერი იყო იცით? თეთრი, ოღონდ ცოტა კრემის ფერში რო გადადის. აი ისეთი. ძალიან ხდებოდა გუშინ გამორჩეული იყო ვიდეოს რო ვუყურე. ყველა კარგი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო. გულია. ბაიაც არის ჩემი მოლიცნიკასთან. იქ ბათუმში. და ჩემი შვილი სკოლას რომ მორჩება. პლუს დაამატეთ ხალხო ამას. კიდე 15 წელი. 16 თუ არა, 12 კლასი თუ იქნება. დაიცა, არა ხალხო დაიცა. 10 წელი. ხო, 10-ან 11 წელი. რას ვამატებდი ღმერთო დიდებულო, რა მივათვალე ვერ გავიგე. 10 წელი მაინც. 9. რაც უნდა ეს მე-12 კლასი ვერ გავიგე, მაგრამ მაინც ყოველად ბავშვები გინდა დადიანო ამბობდნენ და ვერაფერი ვერ გავიგე. ვიღაცა მითხრა, ეხა 10-ის იქეთ არ იქნებაო კლასიო, ესე ითქვაო. ხალხო, გაიგეთ რამე მაგის შესახებ, ანუ ტელევიზორში იყო, ასე გადმოსცესო, რომ 10 კლასის ჩათვლით იქნებაო სკოლებში. დაამთავრებელი იქნებაო 10. რაღაც არ მგონია, მაგრამ სიმართლეც თუ შეესაბამება, თქვენ დამიწერეთ თქვენ თუ იცით, იმიტომ მე ტელევიზორს არ ვუყურებ სიმართლე რო გითხრათ. ეხლა რო ადგებიან ჩემი შვილები პირდაპირ ტელევიზორს ეცემიან. ეხლა მომწონს. რო სინავთ და ჩემი სახლი დალაგებული რო არის. ეხლა მომწონს. ესეც გავწმინდე, სულ არა ლოკავს. აქაც დავალაგე. იქ ჩემი ყვავილებიც გამოცოცხლებულები არიან. ხო და მოკლედ დალაგებული რო არის მიყვარს, მაგრამ რო ადგებიან დათუნიები მოვაშორე. მან მაინც ყოველთვის იატაკზე ყრია. ხო და მოვაშორე, ხა იქით უნდა მოუძებნო ადგილი, ან უნდა შევინახო. არ ვიცი საწავიღო. მომწონს იქ რო დევს, მაგრამ ის სესხის აღება რო გვინდოდა, ხო გახსოვთ? ჩემთან მოვიდა აგენტი, მუხარიყო აქ. ჩემ სახელზე, ანუ ჩემი თავის გასუფთავება რომ მინდოდა. ეს დათუნიები არა მე არ გაქო, რომ აქ სადმე დავდოთ და რაღაცეებიო და ისე გადაგიღებ ფოტოს. დავდე მე ყველა იმას ვიმდებოდა დათუნიებს, არამეს მისაღებში რა უნდაო და მაგიტო გადანილი მქონდა. თორე სულ მქონდა მართლა. იქაც რო ვიყავით, მაშინაც. ხო და
გამომატანია მე გამოვიტანე და დავდე და ისე გადაიღო ფოტოები. თათინები რას ნიშნად არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ეხა საფიქრები მარტო იმაზე მაქვს, რომ იქიდან რომ მოვბრუნდებით, არ ვიცი როდის იქნება და სექტემბრამდე მაინც ის ოთახი უნდა გავწებოთ, ანუ შპალიერი უნდა ვიყიდოთ და გავაკრათ. არავინ არაფერს არ გვეუბნება, მაგრამ მე არ მომწონს უკვე. ჩემს თვალს არ მოსწონს. გოგოები რომ მოდიან ადგილს, აი დაბადების დღეზეც თუნდაც რომ მოდიან არ მოსწონთ, კაი ხედი არ არის, იმიტომ რომ შპალიერი გაჩხაპნილია. აქეთაც კაი ხედი არ არისო, აი კარიბი ღია რო არის და იქეთ კარიბი რო ჩანს, ბიჭო, საბა, ნინა, მედი საწავიდე, სასახლე ხო არ გიქნება, გულში ვფიქრობ, მაგრამ ხო ვერ ვეტყვი. ხო და მოკლედ ეს ჩემო კარგი. აქ ვინც ცხოვრობს და ნაყიდი აქვს რამოდენიმე წლების წინ ბინები და რაღაცა და თან მერე ხელფასი აქვს ჩვეულებრივად ამატებენ, აკეთებენ. და ქირავებში ვარ, რაც იყო, ის არის უბრალოდ კი. იქ კი იყო დაჩხაბნილები, მაგრამ ჩემმა შვილებმა დაამატეს, ამიტომაც არის რომ ვამბობ, რომ გავაკეთებ მეთქი, რაც ჩემმა შვილებმა გააფუჭეს, ვაკეთებ. გააფუჭეს რა შპალიერი გააფუჭეს, დახატეს. ჩემმა დედამთილს დახატა, დიდი ამბავი ახლა. ის უნდა უთხრა. ჩემს დედამთილს როგორც დახატე, ისე მოდი და შპალიერის გაკვრაში დამეხმარეთო და დედა ჩემსაც ჩამოვიყვან და სამი ერთად უცებ გავაკეთებთ. მოხანც რომ მოგვეხმარა, მუხა მოღონეს ბავშვი გაიყვანოს, არ მინდა და იმას მართლა მოვჩებით ჩვენ უცებ. მიწოდება და რამეს რა უნდა მთავარია სისწორეს დაცვა. თან აქ ისეთი კედლებია ხალხ უსწორმა სწორ. წესით პირველი ჭიქა წყალი უნდა დამელია და არ დამელია. ედესте. წავედი ახლა დაგემშვიდობებით, ცოტა უაზროდ მოვედი, მაგრამ მინდა დამოსვლა. წავედი დაგემშვიდობებით, აბა ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. But the shit.